ამდენი უბედური შემთხვევის მიუხედავადაც კი მაინც არ არის გათვალისწინებული რაღაცა ის მინიმალური უსაფრთხოების ნორმები, რაც შეიძლება იყოს სიცოცხლის გადარჩენის რაღაც საშუალება. სტაფი აუცილებლად უნდა იყოს დატრენინგებული. აუზი უნდა იყოს შემოფარგლული ავტომატური კარით, აუზს ქონდეს შესაბამისი საჰაერო ბალიშები, ხო? იწყება ჩაბერვებით, მოყვება 5 ჩაბერო და მერე გრძელდება 30 ზეწოლას პლუს 2 პირდაპირ ჩაბერო. არ მოაშორო თვალი აუზში ბავშვს. სახელის ნიშნით. არ არის სასურველი რომ იყოს რაღაცა კონკრეტული მაღალი სიმაღლე იმისთვის რომ გადახდეს აუზში, ჯობია რომ იყოს მინიმალური შემაღლება, სადაც მინიმალური შეხების ასე ვთქვათ, წერტილი და დონე იქნება წყალთან. თუ არასდროს გაიყეთებ ხა აი ამ რგოლს, დიდი შანსია რომ პირიქით გადმობრუნდე და რეალურად თავი თქვით აღმოჩნდა. სიმთვრალეზეც რა თქმა უნდა სასრული არ არის რომ ვიცურავ. თუ გინახავს ალბათ ფეხბურთელებსაც რომ დაიჭიმოთ ფეხი, აწევ ფეხს და ტერფს აწევთ. ეს არის უფრო სწორი მიდგომა, ვიდრე ბულავკით ჩხლეტა და მათ შორის ენა გადაყლავა ბულავკით დაჭერა ენის.